მოგესალმებით ჩემო კარგებო და ჩემო ძვირფასებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით თითოეულ თქვენგანს, კვლავ მადლობას გადაგიხდით თითოეულ თქვენგანს, თბილი სიტყვებისთვის, კომენტარებისთვის, გეტყვით რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მე კი შევეცდები თქვენ გაგახაროთ ახალი საჯარო გაშლით და თემა იქნება რა სურს თქვენგან ჩაფიქრებულ ადამიანს. მოდი ვნახოთ, რა სურს თქვენგან ჩაფიქრებულ ადამიანს. გაშლა გავაკეთოთ ორ ვარიანტად. მაშასე, რა სურს თქვენგან ჩაფიქრებულ ადამიანს, მაგრამ მანამდე ვნახოთ სიგნიფიკაცია ურთიერთობის. პირველი ვარიანტი ურთიერთობის სიგნიფიკაცია და მეორე ვარიანტის სიგნიფიკაცია ვნახოთ. პირველი იყოს აი ეს წვილი, მეორე იყოს ანგელოზი. არ ჩანს ხო? ჩანს ორივე ვარიანტი, დახუჭეთ თვალები, ჩაიფიქრეთ ის ადამიანი, ვისაც ვაკეთებთ გაშლას, დახუჭეთ თვალები, ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და თვალს რომ გაახელთ, რომელი ვარიანტიც მიგიზიდავთ, სწორედ ის იქნება თქვენი ვარიანტიც. გადავდოთ მეორე ვარიანტი და მოგესალმებით პირველებო, ვინც წვილი ავირჩიეთ. ნახოთ თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკაცია. საკმაოდ ქარიზმატული, ძლიერი ქალბატონები მიყურებთ. აქ პირველი ვარიანტის ქალბატონებო, საკმაოდ შემდგარი ქალბატონები ხართ, საკმაოდ ძალიან ბევრი კრახიც გინახავთ, ძალიან ბევრი წარმატებაც გიგემიათ აქ, მაგრამ აქ ხართ საკმაოდ ცეცხლოვანი, სექსუალური ქალბატონები, რომელთაც შეუძლიათ ნებისმიერ წარმატებას მიაღწიონ და გამოავლინონ თავიანთი ნიჭი, უნარები და ისეთი ქალბატონები ხართ, რომლის ენერგიასაც ირგვლივ მყოფები გრძნობენ და რომ იტყვიან, რომ გაივლით, იზიდავთ 100%-ით მამაკაცების ყურადღებას, მაგრამ ნახოთ ურთიერთობის სიგნიფიკაცია. აქაც ლიდერი იყავით ურთიერთობაში, მინდა გითხრათ, აქაც ძალიან ბევრ ამას თქვენ თავზე იღებდით, მაგრამ თქვენ ამ ურთიერთობაში ვერ მიიღეთ ის ემოციები, გრძნობები, რაც თქვენ აქ ჩადეთ, თითქოს არ გეყოთ ემოციები და ამის გამო შეიძლება მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ გასცლოდით აი ამ ურთიერთობას. ნახოთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, ნახოთ ახლა, როგორი ადამიანია ეს ადამიანი. ამ ურთიერთობაში თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, ნახოთ ეს მამაკაცი ვიპოვოთ. მეგობრებო, ან ასაკით თქვენზე პატარა ეს მამაკაცი და გრძნობებს დიდად ვერ გამოხატავდა და ან ცოტა ილუზორული იყო მისი ქმედებები, ილუზორული, იმიტომ რომ თითქოს არ იცოდა ზუსტად რა სურდა, ან შეიძლება ასაკით არ იყო პატარა, მაგრამ მოქმედებები მისი გაფიქრებინებდათ, რომ პატარა ბავშვით იქცეოდა. სხვა ვარიანტიც მოვიდა აქ და შეიძლება ეს მამაკაცი შვილიანი მამაკაცია და არჩევანის გაკეთება გაუჭირდა თქვენზე და აი ამის გამო შეიძლება თქვენ ემოციურად განეწყეთ და ჩათვალეთ, რომ სჯობდა გაცლილიყავით სიტუაციას. მოდი ვნახოთ
მთავარი კითხვა. რა სურს ამ მამაკაც თქვენგან? რა სურს მამაკაც თქვენგან? ჩაფიქრებულ მამაკაც თქვენგან რა სურს? მეგობრებო, ამ მამაკაც საკმაოდ მჭრელი ენა აქვს, ბასრი ენა აქვს. შეიძლება ბევრს არ ვლაპარაკოს, მაგრამ ერთს იტყვის და ისეც, რომ გულს გატკენთ. მიუხედავად იმის, რომ პროფესიულად შეიძლება შემდგარი ადამიანია, ამ ადამიანს სურს, რომ თავისი გაატაროს ამ ურთიერთობაში, მის სიტყვას კონდეს ფასი და რაღაც მომენტში მას სურს, რომ მოგიქციოთ თავისი გავლენის ქვეშ. თქვენგან რა სურს ამ ადამიანს? რა სურს თქვენგან ამ ადამიანს? კი? მეგობრებო, მას სურს, რომ თქვენ გააკეთოთ არჩევანი. შეიძლება თქვენც ჯერჯერობით არც არასეუბნებით, არც კი ისეუბნებით და მას სურს, რომ დაემორჩილოთ მის ნებასურვილებს და მას სურს, რომ თქვენ, როდესაც თქვენ შეიძლება ამ ადამიანში ხშირად გეპარებოდათ ეჭვი და მას სურს, რომ თქვენ არ მოირგოთ გამომძიებლის მანტია მასთან ურთიერთობის დროს. რა სურს ამ მამაკაცს? სურს მიიღოთ გადაწყვეტილება, მეგობრებო, და მიიღოთ გადაწყვეტილება და იმ კუთხეში, სადაც ახლა ხართ და მარტო გრძნობთ თავს, იქიდან გამოხვიდეთ. რაღაც თავისუფალი ურთიერთობა სურს, პირდაპირ რომ გითხრათ, მეგობრებო, თავისუფალი უპასუხისმგებლო ურთიერთობა სურს ამ მამაკაცს თქვენგან, რომ გითხრათ, რომ რამეს შემოგთავაზებთ და ახალ ეტაპზე გადაიყვანს თქვენს ურთიერთობას აქ მოგატყუებთ. რა ამ ადამიანს სურს მხიარული, უპასუხისმგებლო, ესეთი ლაითი ურთიერთობა, სადაც არ ექნება პასუხისმგებლობები. რა სურს კიდევ მას? კომუნიკაცია სურს. თუ თქვენ არ გადიხართ კომუნიკაციაზე მასთან, ან ინტერნეტში, ან ის გელოდებათ და მას სურს, რომ იგივენაირად ელოდებოდეთ მის SMS მოწერას, ზარს. მას სურს თქვენთან ისეთივე შეხვედრები, ლამაზი საღამოები, როგორც ადრე გქონდათ, მაგრამ ეს სურს ასე და მორჩა კარგად ვგრძნობ თავს, ამბობს, რომ ემოციურად კარგად არის, როცა თქვენთან არის, მხიარულია, ბედნიერია სწორედ იმ მომენტში, მაგრამ არ სურს პასუხისმგებლობის აღება. მას სურს თქვენთან, რომ ისევ და ისევ გქონდეს ლამაზი, ბედნიერი, მხიარული გაგრძელება იმ დასაწყისის, რაც ოდესმე გქონდათ. გაზაფხულის წვიმა და როგორი ჭექაქუხილია გარეთ გესმით ალბათ, მეგობრებო. ძალიან მიყვარს ესეთი ამინდი, გაგაკვირვებთ ალბათ, მაგრამ ძალიან მიყვარს. აბა დამიწერეთ კიდევ ვის გიყვართ ჩემსავით, ჭექაქუხილში ძილი, ან ტაროს გაშლა, ან ტაროს მოსმენა. დაგემშვიდობებით პირველებო, მადლობა რომ იყავით ჩემთან და მოგესალმებით მეორე ვარიანტს. ნახოთ ურთიერთობის სიგნიფიკაცია თქვენ შემთხვევაში. ვინც ანგელოზი ავარჩიეთ,
ურთიერთობის სიგნიფიკაცია კრიზისში ვართ მეგობრებო. იყო მონატრება გაქვთ აი იმ სიტუაციების, რაც ადრე იყო. როდესაც იყავით ბედნიერები, შეიძლება ოჯახსაც ვუყურებდეთ ახლა ამ დიდი ხნის ურთიერთობას და აქ არის ისეთი სიტუაცია, როდესაც გენატრებად წარსული, იხსენებთ წარსულის კადრებს და კრიზისში ხართ, აი ეს ყველაფერი ძალიან გასევდიანებთ. თუ თქვენია განაგრძეთ ყურება მეორეებო. თქვენ ამ ურთიერთობაში არ ხართ ახლა ურთიერთობაში, ამ პაუზაზე ხართ და თქვენი პაუზით გოგონებო მანიპულირებთ მამაკაცზე. მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ გახვიდეთ კონტაქტზე, აღარ იყოთ ისეთი აქტიური და ერთგვარი მანიპულაციაა ჩემო ლამაზებო თქვენგან. მოდი ვნახოთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი ამ ურთიერთობაში. წასულია, ესეც ძალიან დიდი ცვლილება მოხდა თქვენს ურთიერთობაში, ჩამოინგრათ თქოს ყველაფერი, რაღაცა შეიძლება რაღაც დაფარული რაღაც გაიგეთ, ან რაღაც გამჟღავნდა ურთიერთობაში და მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი წავიდა, ან ერთად აღარ ხართ და დაიშალა ურთიერთობა, ამ პაუზაზე ხართ მეგობრებო, მაინც ჩაფხაუჭებულია ეს ადამიანი და არ სურს ამისი გაშვება. მოდი ვნახოთ ამ მამაკაცს რა სურს თქვენგან, რა სურს თქვენგან. კარმული პარტნიორი. მეგობრებო, ამ ადამიანს სურს, რომ აი ამ სევდიანი განწყობიდან გამოსავალი იპოვოთ ორივემ და დაილაპარაკოთ. ამ ადამიანს სურს მოლაპარაკების გზით მოგვარება სიტუაციის. რა სურს მას? აქ მეორე ვარიანტი ხომ არ არის სამკუთხედი მეგობრებო. რა სურს თქვენგან? რაღაც ერთი ეტაპი დახურეთ აქ მეგობრებო, მთლიანი ციკლი და უკვე აი ძალაც აღარ გაქვთ და გამოცლილი გაქვთ ყველანაირი რესურსი, იმდენად მტკივნეული იყო და ამ ადამიანს სურს, რომ აი ამ ჩაკეტილი დიდი ტრანსფორმაცია განიცადეთ ორივემ აი ამ ურთიერთობაში, ამიტომ გითხარით, რომ ეს არის კარმული ურთიერთობა, სადაც გადიხართ ძალიან ბევრ გაკვეთილებს და ახლა უკვე თითქოს მორჩენის პროცესში ხართ და განკურნების პროცესში ხართ და ამ ადამიანს სურს, რომ აი ამ ჩაკეტილი ემოციებიდან გამოგიყვანოთ, აი თქვენ არ გამოხატავთ ახლა მის მიმართ ემოციებს და გრძნობებს და აი აქედან რომ გამოგიყვანოთ ეგ სურს და კლავინდებურად სურს იყოთ, როცა გამოხატავდით მის მიმართ სიყვარულს. მიუხედავად იმისა, რომ სახარბიელო მდგომარეობა არ გაქვთ ურთიერთობაში. რა სურს მას თქვენგან? რა სურს მას? გრძნობები მეგობრებო, ხომ გეუბნებით, სტაბილური ურთიერთობა სურს ოღონდ აქ. ნამდვილად სურს აქ მას სტაბილური ურთიერთობა, ან ოჯახი ხომ არ იყავით მეგობრებო და ხომ არ დაიშალეთ, თქვენი მეუღლე ხომ არ არის, ან დიდი ხნის ურთიერთობა, შეიძლება სამკუთხედიც იყოს აქ და ამ ადამიანს სურს ოჯახიც და თქვენი შენარჩუნებაც უნდა, აი ყველამ თქვენი მიიღეთ მეგობრებო, რადგან აქ არ არის პირადი გაშლა და
ამდენი ადამიანის ენერგიები ირევა, ვისაც გსურთ პირადი კონსულტაცია, მითითებულ ნომერზე WhatsApp-ზე შეგიძლიათ მომწეროთ. ემოციები სურს ამ ადამიანს, ისევ თქვენთან. რა სურს ამ ადამიანს? აი ეს ცეცხლოვანი ქალი ენატრება მეგობრებო, როგორიც ოდესღაც იყავით მის მიმართ. ახლიდან დაწყებას განიხილავს ეს ადამიანი, თქვენთან სურს ისევ, რომ განახლდეს რაღაც. რა სურს? რა სურს? საკმაოდ ბრაზობს ოღონდ თქვენზე, მინდა გითხრათ და დაიღალა კიდეც. შეიძლება დაიღალა სწორედ აი იმ ორმოგი თამაშით, იქით ოჯახი აქეთ თქვენ და აი ამ ყველაფრით დაიღალა. და აი სურს ისევ ის ძველი ურთიერთობა, როგორიც დასაწყისში გქონდათ ამ ადამიანის გულში რაღაც სიყვარულის ემოციები და ბრაზის ემოციები ერთმანეთში ერევა ამის გულში. ამ ადამიანს სურს აი ისეთი ურთიერთობა, როგორიც დასაწყისში გქონდათ. მადლობა მეორეებო და მე თქვენც დაგელოდებით კომენტარებში და აი ესეთი განრისხებული ბუნების ფონზე დაგემშვიდობებით, მშვიდობიანი ღამე.